ნაციონალს რო გეუბნებიან, ეგ არის თქვენთვის დიდი ისა, რა ქვია, თაყვანისცემა მართლა. ხო, ნაციონალური მოძრაობა ვარ მე. კი, ნაციონალური მოძრაობის წევრიც ვარ, მხარდამჭერიც ვარ და ეს პარტია რატო? იმიტომ რომ ევროპული პარტია, იმიტომ რომ ქართული პატრიოტული პარტია, იმიტომ რომ ქრისტიან-დემოკრატიული ღირებულებები გვაქვს, იმიტომ რომ კონსერვატიული მიდგომები გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს. რასიგიშია მართლა და ავიცი მე ნაციონალი არა ვარ და მე სტატუსებს წერე, რომ აი მიშას თურმე ვიღაცა უნდა მიუსვათ გვერდზე და ეგრე არ არის ძმებო რა. ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე ეროვნული პარტია. ყველა დღეს წმუნდები ამაში. ტიტანური ტექსტი იყო რა. ყველაზე ეროვნული პარტია ნაცები ყოფილა. ყველაზე კონსერვატიული პარტია ნაცები ყოფილა. ქრისტიან-დემოკრატიული ყოფილა. დემოკრატიული პარტია. ფათაშორის არის, იცი? აია რო ჩვენს მარტო ნაცები არა. ყველა აი ოცნება მოგეუნებოდი ოკერია ყველა ჩოხას შეიცვა ყველა კონსერვატორი გახდება თქო აი მაგას რომ ნაცები რამდენი წლის წინ გეუბნებოდით მაგას რომ ყველა ჩაიცვას ჩოხას ბოლოს ყველა გახდება კონსერვატორი და ჩვენ დაგვიწყებენ დამონათებას არ ხართ თქვენ კონსერვატორი ჩვენა ვართო აი ხალხი რომელიც რაღაცა LGBT მემორანდუმზე პირველი ხელი რომ მოაწერა პარტია მე თურმე ყოფილა ქრისტიან-დემოკრატიული ძალა და ეროვნული. აი ხო აი მე მანდ რა მახსენდება იცი? აი ფილმი როა ჯენტლმენი უდაჩი გენიალური ფილმი. მანდ ერთი გენიალური ფრაზაა ბოლოს. ამი ხო აი ჩვენ არა ჩვენ რაშევიდან როგორი რაღაცა მე მგონი აი ჩვენ ყოფილვართ მე მგონი ლიბერალები ამ ქვეყანაში ბოლოს ჩვენ გამოგვაწყდა ჯონ ლოკი ჩვენი მედზე დარჩება მე მგონი ამ ქვეყანაში ისე მიდის საქმე ანუ გირჩმა ხო გითხრა რომ თქვენო კონსერვატორები არ ახართ ჩვენა ვართო ნაცებმა ეხა თქვეს რომ ქრისტიან-დემოკრატები ეგენი არიან და კონსერვატორები ეგერი ყოფილა ნუ ოცნებამ ხო რავი აი ყველაზე ეროვნული რა პლანი ნარკოტიკები ეგ deep state იყო კაცო ანუ ყველა კონსერვატორი გახდა რა და არ ვიცი რა ეშველება ამ ლიბერალებს ამ ქვეყანაში ჩემამდე არ დადის რა სხვათა შორის ჩვენ როდესაც აი ამ მოდი ჩვენს მაყურებელსაც რაღაც შიდა საუბრები ვანდოთ და მოუყვეთ აი ჩვენ როდესაც აი საინფორმაციო კონტენტზე ვფიქრობთ აი მათ შორის საუბრობდით აი როგორი კონტენტი გავაკეთოთ აი საგანმანათლებლო კონტენტი ყოველდღიური პოლიტოლოგიური და მათ შორის ისიც თქვით რომ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ საგანმანათლებლო იდეოლოგიურ კონტენტს იმიტომ რომ აი უფრო გასაგებად აუხსნათ ჩვენს აუდიტორიას და ზოგადად ჩვენს მაყურებელს რას ნიშნავს კონსერვატიზმი, რა იდეოლოგიურ საფუძვლებს ეყრდნობა და ასე შემდეგ და შეიძლება ასეთ კონტენტს ბევრი ნახვები არ კონდეს, იმიტომ რომ ეს სპეციფიკური არ არის მარტივი საგანი და ყველა ვერ უყურებს და ვინც დაინტერესებულია და უფრო უნდა რომ ამ საკითხებს ჩაძდეს, უფრო ის აუდიტორია უყურებს, მაგრამ უყურეთ ერთ-ერთი ასეთი აუდიტორიის ასე თქვა წევრი თხაბეიშვილის ყოფილა. სიტყვა ქრისტიან დემოკრატია, ჩვენ რომ ვამბობთ, ქრისტიანული დემოკრატია უნდა ქრისტიანული დემოკრატიით უნდა ჩავანაცვლოთ ლიბერალური დემოკრატია. ჩვენამდე რომ არავის არ უხსენებია. მოდი ხა მაგაში მაინც ნუ შეგვიძლია ეგ მაინც მაგას მაინც ჩვენ ვამტკიცებთ რომ სახელმწიფოს ანუ დემოკრატიის მორალური ეთიკური საზღვრები ლიბერალიზმის ნაცვლად ქრისტიანობა უნდა იყოს და ქრისტიანული მორალი. აგერ ხაბეიშვილიც კი უსმენს თურმე ეგეთ ჩვენ საუბრებს და კარგია. კონსერვატიზმი ხო გაიწოვა პოლიტიკა გაიტანა ხო ანუ აი არა გაიტანა არა გავატანინეთ პროსტორი ის მე არა ვარ წინააღმდეგი მე მომხრე ვარ რომ ყველა კონსერვატორი იყო მაგრამ აი ეს ყველა ხო იჩემებს კონსერვატიზმს და აი რა არის იცი კარგია კაცო კარგია მაგრამ კონსერვატიზმი რა არის ცოტა ეგეც ხო საჭიროა ამ დროს აი თვათ ისე ხო არ შეიძლება რომ აი უბრალოდ კონსერვატიზმი და უბრალოდ სიტყვა გამოვიყო ხო აი შინაარსობრივი ანუ აი ბეიჯი ქონდა ლიბერალი ეწერა და ესე წაშალა და კონსერვატორი მიაწერა და всё ანუ არაფერი ხო და ეგ არის მნიშვნელოვანი რომ საქართველოში
ამ იდეოლოგიის საკითხებს ცოტა უფრო მეტი როლი რომ მიეცეს პოლიტიკაში ვიდრე ცოტა განათლდეს ხალხი. აი ცოტა ხალხი კი არა, პოლიტიკური ჯგუფები რომ განათლდეს, ეგ არის საჭირო ჩემი აზრით და ცოტა მეტი დატვირთვა რომ მიეცეს მართლა იდეოლოგიურ საკითხებს. ხო და აი უყურეთ მე ხო ვახსენე რანაირი მეტამორფოზა ხდებოდა აი 80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში, როდესაც ყოფილი კომუნისტები ლიბერალები ხდებოდნენ და უცბად რაღაც დემოკრატიის აშენებას რო კვირდებოდნენ. იგივე შევარდნაძე, ხო ეხლა შევარდნაძე იყო აი ნუ რა ვიცი 40 კი არა რამ ხელა სტაჟი ქონდა ასე ვთქვათ კომუნისტურ მმართველობაში, ხო ათეულობით წლები. ანუ მაგან 50-იანებში დაიწყო პარტიული კარიერა. ბოლოს იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანუ ყველა საფეხური გაიარა და ბოლოს მოგვევლინა როგორც ვესტერნიზაციის და დემოკრატიის ყველაზე გულმხრივალი მომხრე და მიშას კი ეგონა რომ დემოკრატიის შუქურა პირველი იყო, მაგრამ მანამდე შევარდნაძე იყო. საბერძნეთში ფილოსოფია ხო განვითარდა. ну საბერძნეთი იყო, საიდანაც წამოვიდა ხო ფილოსოფია და ფილოსოფია განვითარდა პოლიტიკის დამსახურებით. ანუ პოლიტიკა მოითხოვა ფილოსოფოსები, სხვათა შორის ამეცადინებდნენ პოლიტიკოსებს მაშინ და საკმაოდ დიდი დაფასება ჰქონდათ იმ ფილოსოფოსებს. მთელი ეგეთი ის იყო, წრე იყო, რომლებიც ასწავლიდნენ პოლიტიკოსებს როგორი თვისებები უნდა ქონოდათ და საქართველოში ეგ არის საჭირო. აი ჩემი აზრით საქართველოში საჭიროა უნდა იმეცადინონ ამ პოლიტიკოსებმა, ასე აღარ შეიძლება, აი ასე არავინ რო არ იცის არც პოლიტიკური თეორიები, არც გეოპოლიტიკა, არც იდეოლოგიის შინაარსი არავინ არ იცის და რაღაცა უბრალოდ გამოვარდნა და ის რაღაცა ევროატლანტიკური სივრცის ძახილით ფონს გასვლა მარტო მაგაზე კონტრარგუმენტები არსებობს მაგაზე. კი ბატონო. აბა. და გეტყვი რა კონტრარგუმენტები ნახე. პრაქტიკა ცოტა განსხვავებულ სურათს იძლევა. პრაქტიკა იძლევა ისეთ სურათს, რომ შეიძლება, ახლა მეცადინეობა მოითხოვს დროს და ძალისხმევას და ნუ რაღაცა ხშირ შემთხვევაში არასასიამოვნო პროცესია და ხანგრძლივი პროცესია და დატვირთვის ფულიც ჯდება, ვიღაცამ ხო უნდა გამეცადინოს, არა? ხო და ეხლა პრაქტიკა აჩვენებს ასეთ სურათს, რომ პოლიტიკოსებს თურმე შეძლებიათ ეროვნული ცნობიერება აცხადონ ძალიან სახიფათო მოვლენად. კონსერვატიული ძალები აცხადონ მარგინალურ მოვლენად ქვეყანაში. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა ატარონ იმდენად რომ ნარკომანიაში ბარიგობა აწარმოოს მთავრობამ, აი პირდაპირ გაკეთოს და ნარკომანიაში ჩაახჭოს ისეთი გარყვნილების პროპაგანდა აწარმოოს, რომ რა ვიცი, გაოგნებული რომ გიჭირს ყურება მაგდონის სამთავრობო არხებზე, მაგალითად, აი თავის ამ პოლიტიკური ძალების არხებზე ახალგაზრდობა გამოზარდოს აი რაღაცა გაუგონარი ფორმაციის უკიდურეს ლიბერალებად და მერე ორი თვით ადრე არჩევნებამდე გამოაცხადოს, რომ ჰოპ კონსერვატორია. ეგე ეროვნული ძალა ვარ და მან ხო შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რომ ამან ეხლა ეროვნულობა რო ითამაშოს, ამას ხო სწავლა ჭირდება, ის მაინც ხო უნდა იმეცადინოს, რომ ის იცოდეს, აი რა კანონების და რა იდეების ინიცირება უნდა მოახდინოს, რომ ვინმე კონსერვატორობა დაიჯეროს ამის და გაირიქვა პრაქტიკით, რომ ეგ თურმე არ ყოფილა აუცილებელი, რა არის მაგისთვის თურმე საკმარისი, ერთი წამი გადართეთ ალტინფოზე, გადართავენ ალტინფოს და LGBT პროპაგანდა აუკრძალოთ ალტინფო მაგას იძახის, ნარკომანიის ლიბერალური პოლიტიკა, ნარკოლიბერალური პოლიტიკა გავამკაცროთ, დავაანონსოთ უბრალოდ, შეიძლება არაფერი შეიცვალოს, მაგრამ რიტორიკას გავხადოთ, მიგრაცია. უცხოეთიდან რო ფინანსება ეგ მისახედია. მიგრაციას. ორი თვე ილაპარაკონ ეგ და ხალხის დიდი ნაწილი რას იტყვის, იცი?
გამოსწორდნენ მე მგონი ესენი. კაიგე? აი ეს თქვა და მე მანდ კითხვა მიჩნდება, რომ აი სამყაროთ ეგ შესაძლებელი ყოფილა. აი მანდ ფაქტია, რომ მეცნიერება არ ჭირდებათ თურმე ხალხი იჯერებს. მაგრამ მე მანდ კითხვა მიჩნდება რა იცი? აი რამდენ ხანში მოხდება, რომ აი ნაცები გამოსწორდნენ. აი ამას ესეც შესაძლებელია? ამდენად უტვინობაც ნაცებზე უბრალოდ არ იტყვიან ის. არა, რატო? ანუ ის გამოსწორდნენ, ნაცებიც დაიწყებენ გამოსწორდითო. ნაცებიც დაიწყებენ კონსერვატორები ვართ და კითხვა მაქვს, აი მაგ ხარისხის იდიოტობა არსებობს, რომ აი ნაცებიც გამოსწორდნენ. მე გეტყვი. ლაპარაკი დაიწყო. მე გეტყვი, აი პირველად მე მგონი ყველაფერი შესაძლებელია. მე მგონი ყველაფერი შესაძლებელია და გეტყვი რატო. აი მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაკუთრებით აი ამ ლიბერალურ ფლანგზე დემოკრატიული პარტიის მომხრეებში დღემდე არის აქტუალური და პოპულარული პირბადი ციარული. ოღონ პირბადი ციარული კორონავირუსის თვალსაზრისით, რომ აი მე ხა თუ ამ პირბადეს არ ვატარებ, შეიძლება საფრთხე შეუქმნა ვიღაცას. უკვე იდეოლოგიურ საკითხად იქცა. აი ხა მიტინგები რო აქვს, ქუჩაში გამოდიან პირბადით. რამე ავადკი არ არიან. უბრალოდ აი პროვაქსერობის რაღაც მწვერვალია. ხო და სადაც ეგ შესაძლებელია, რომ 2025 წელს პირბადით დადიხარ კორონავირუსი რო არ გადაედოს ვიღაცას. მან ყველაფერი შესაძლებელია. საერთოდ საქართველოში სრულიად შესაძლებელია საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს პროდასავლელი ინოვატორი, როცა უკვე 60 არის გადაცილებული. საქართველოში სრულიად შესაძლებელია, რომ კანონიერი ქურდი გახდეს სახელმწიფო მოღვაწე, გადატრიალებაში მიიღოს მონაწილეობა და პანთეონში დაკრძალონ. საქართველოში სრულიად შესაძლებელი არის ადამიანმა პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს, თავისი პრემიერ-მინისტრი მოკლას, თქვას რომ გაზით გაიგუდა, მერე ჩვეულებრივად ქვეყანა ომში გაახვიოს, ანუ არასწორი ნაბიჯები გადადგას და პროვოკაციას წამოეგოს და გამოვიდეს და თქვას რომ საქართველოს ჩემგან დაიწყო დავით აღმაშენებელი ვარო და ქვეყნის დიდმა ნაწილმა მაინც მაგ ყველაფერს მერე დაიჯეროს. საქართველოს შესაძლებელია რომ ადამიანმა, რომელიც პრეზიდენტი იყო, ხალხი ციხეში აწამოს, მოკლას და კორუფციას დაიჯეროს. საქართველოს სულად შესაძლებელია რომ ტირანის დამხობის ლეგიტიმაციით მოვიდეს ხელისუფლება და ტირანს ხელს ვერ მოვკიდებ, არ შეიძლება 13 წელი ლაპარაკოს, ოღონდ არჩევნებზე თქვას რომ ეხლა დავჭი. და აგერ მე 14 წელი დაიწყება და ისევ ნაცების დასჯაზე იქნება ლაპარაკი და საქართველოში შესაძლებელია რომ LGBT, ტრანსი, რაღაცა queer გენდერული სიგიჟეები პარტიამ მიიღოს, გენდერული პოლიცია ჩამოაყალიბოს და მე გამოვიდეს და თქვას რომ კონსერვატორი ვარ. და მაგას deep state-ი ეგ ყველაფერი საქართველოში მოხდა, უარესებიც მოხდა. მე ყველაფერი არ გამახსენდა კიდე რა და ძალიან ბევრი ეგეთი რაღაც საქართველოში მოხდა, ხალხმა ჭამა, ვაფშე პრობლემა არ ყოფილა და ამიტომ ხვალე რა არის შესაძლებელი. აი ხა ოცნება ხო დგას deep state-ი გვაძალებდა. ჩვენ ხა კონსერვატორები ვართ. ეროვნული ძალა, LGBT-ს აკრძალავი კანონი და აი რაღაც შეიცვალა ამერიკაში რა. რაღაცა მოხდა, არ ვიცი, აი მოდელირებას ვაკეთებ და ჩვენზე დიდი პროდასავლური პარტია რომელია ხალხო? ჩვენ როდის მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი? ნარკოლიბერალიზაცია ქართულოსნების დიდი ხნის, აი ჩვეულებრივად გადაეწყობა მაგ ტექსტზე. და აი ქალბატონი დეიდები რო არიან, ხო იცი ინტერნეტში ოცნების გამპრავებელი კუნფუ სასტავი რა. ეხა ხო როგორ გაკონსერვატორდა, შეცვალეთ ხო, როგორი ლიბერალური ძალა ოცნება, აი რამე ის კი არ მოხდება, აი გადართვას დრო კი არ დაჭირდება, აი ესე მოხდება ეგ პროცესი. ევრო სტატუსი რომ მოგცეს კანდიდატს. რა დღეში იყვნენ? ერთ დღეში როგორი შტურმი მოგვიწყეს, აი გუში რო არ ქონათ, ასე ჩუმად იყვნენ. ეს ისინი რა ქვია, ადირადის სტატუსი რატო არ გიხარია?
არ გიხარია შენ სტატუსს? დღეში არ აი გიხარია. მოვარდენ იყოს იმედის. სწავლებრივად აი ჟურნალისტები იმის დროში ევროკავშირში კი, შემოგვეხაროთ ვიღაცა ამათი ტროლები და თქვენ კანდიდატის სტატუსი რანაირად არ გიხარია და ხალხის ციხეებში გაშვება დაიწყეს ევროკავშირის დროშა რატო დახია რატო დაიხია და ხوار შეიძლება ხوارსებს რაღაცა სტანდარტი აი ხوارსებს რომ მაგალითად ჩვენ რასაც ვიძახთ აი პირველი წუთიდან აქამდე არაფერი არ შეცვლა იგივეს ვიძახით და მე პრეტენზია რაზე მაქვს იცი დასაქმებული ხალხი მაგრამ ვიღაც ამომრჩეველი რო ხარ ჩვენ პრეტენზია თან რაზე მაქვს გეტყვი რა